28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამის აღსანიშნავად თბილისში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა. სავიზო ლიბერალიზაციის აღნიშვნა 26 მარტს აღმაშენებლის გამზირზე ახალ თბილისში დაიწყო. სხვადასხვა კონცერტთან ერთად აქ დამსწრეებს სთავაზობდნენ შემეცნებით პროგრამებსა და თამაშებს. წუთი დაგჭა. ზემზემისული ადამიანები საუბრობენ საქართველოსთვის ევროპასთან სავიზო ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე. ეს არ იქნება მხოლოდ ტრანსპორტირების საკითხები, ეს რა თქმა უნდა იქნება კიდევ უფრო აქტიური ურთიერთობა სხვადასხვა კულტურებს შორის, გამოცდილების, ცოდნის, ტრადიციების გაზიარება და ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დოკუმენტი საქართველოს მოქალაქეების ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელი 2016 წლის 1 მარტს მოაწერეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 26 და არაწევრ 4 ქვეყანასთან შეეძლებათ. ვიზა საჭირო არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნებში ტურისტად, მოკლე სასწავლო ან საქმიანი ვიზიტით ჩადიხართ. და იქ 180 დღის განმავლობაში 90 დღეზე მეტხანს არ გაჩერდებით. ქუჩაში გამოკითხული საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ სიახლეს მიესალმება. მოქალაქეებისთვის დაათვალიერებენ ქვეყნებს, აისრულებენ თავის სურვილს, განვითარდებიან, სულიერად მუზეუმებში ივლიან, დაესწრებიან კონცერტებს. ვიზა დასათვალიერებლად საქმე კარგია არა ახლა, ჩვენ აიხავს ახლა. მგონი რომ ძალიან კარგია. რა თვალსაზრისით? იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი ადამიანი ნახავს ევროპას, წავა სხვა ქვეყანაში და იმედია რომ მე შემდეგ იმის სურვილი გაუშვებათ რომ უკან დაბრუნდნენ. უკეთესი იქნება თუ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცემენ რომ ევროპასთან ინტეგრაცია განხორციელდეს. ამაზე უკეთესი რა იქნება რაც? კარგია ეს. რა ჩემსაც მე ხამდან მექნება შესაძლებლობა ეს სხვა საკითხია, რომ ვიარო ევროპაში აკეთებ. სადაც ქვეყნისთვის კარგია. წინსვლის ალბათ წინსვლის მომტანი იქნება. მეტად კარგია ახალგაზრდობისათვის. გზას გაიკვლევენ, ოცნებებს აიხდენენ, რა ვიცი, ბიზნესს წამოიწყებენ რაღაცას. ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგი. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავ ღონისძიებებს თბილისში უამრავი ადამიანი დაესწრო. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ასობით მაყურებელი მივიდა 27 მარტს ევროპის მოედანზე გამართულ დასკვნით კონცერტზეც, რომლითაც დასრულდა სავიზო ლიბერალიზაციისადმი მიძღვნილი ზეიმი.